საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს ორი მნიშვნელოვანი აკადემიური გამოცემის ქართლის ცხოვრება მესამე ტომისა და ორტომეულის მეფე პოეტები წარდგინება გაიმართა. წიგნები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრაველმა გახსნა. მან გამოცემების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გამოცემები წარმოადგენს ქართული ისტორიოგრაფიული და ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშებს და მიზნად ისახავს ისტორიული წყაროებისა და სამეფო პოეტური ტრადიციის ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც მკვლევართათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის. ორტომეული მეფე პოეტები მომზად და კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის მიერ გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური ცენტრის მხარდაჭერით. ქართლის ცხოვრების მესამე ტომი გამოსცა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური ცენტრის მხარდაჭერით. ქართლის ცხოვრების მესამე ტომში თავმოყრილია მე-18 საუკუნის ქართველ ისტორიკოსთა მნიშვნელოვანი თხზულებები. სწავლულ კაცთა კომისიის მიერ შედგენილი თამარის ისტორია, სეხნია ჩხეიძის ისტორია, პაპუნა ორბელიანის ამბავი ქართლისანი, ომან ხერხეულიძის შემოკლებული ისტორია, აგრეთვე მე-17 საუკუნის ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის თხზულება საქართველოს ცხოვრება. წარმოდგენილი ტექსტები მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული ისტორიული აზროვნების განვითარების კვლევისათვის. ორტომეულში მეფე პოეტები გაერთიანებულია ქართველი მეფეების, დავით აღმაშენებლის, დემეტრე პირველის, თამარ მეფის, თეიმურაზ პირველის, არჩილ მეორის, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის პოეტური შემოქმედება. ტექსტები მომზადებულია აკადემიური სიზუსტით და ეყრდნობა როგორც უკვე არსებულ სამეცნიერო გამოცემებს, ისე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს. გამოცემებში გამოყენებულია აღნიშნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების ციფრული ასლები, რაც გამოცემებს დამატებით წყაროთმცოდნეობის ღირებულებას ანიჭებს. ღონისძიებას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, მეცნიერები, პროფესორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა გამოცემათა სამეცნიერო მნიშვნელობაზე, ტექსტოლოგიურ თავისებურებებსა და ქართული ისტორიულ-ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევის თანამედროვე პერსპექტივებზე ისაუბრეს. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. ორი ფრიად საინტერესო, საჭირო და აუცილებელი წიგნის წარდგენა მოხდა. ეს არის ქართლის ცხოვრების მესამე ტომი და ორტომეული ქართველი მელექსე მეფეებისა. ესეც ძალიან საინტერესო ორტომეული გახდა. მესამე ტომი მნიშვნელოვანია იმით, რომ მან ძალიან დააგვიანა გამოსვლა. პირველი ტომი დიდმა სიმონ ყაუხშიშვილმა 1955 წელს გამოსცა, მეორე 59 წელს. მესამე ვერ გამოიცა და მეოთხე გამოიცა 1973 წელს. და ამის შემდეგ გავიდა უკვე თითქმის ნახევარი საუკუნე და მხოლოდ 2025 წელს მოხდა მესამე ტომის გამოსვლა. რატომ? იმიტომ რომ ის ტომი თითქოს ნაწილი დაკარგული იყო, ზოგი გაბნეული იყო და გარკვეული მუშაობა ხდებოდა, მაგრამ ჩამოყალიბებული მეცნიერული სახე არ ჰქონია მას. ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ ფაქტობრივად უაღრესად მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული ახალი ქართლის ცხოვრება, რომელიც ქართველი ისტორიკოსებისათვის და საერთოდ ისტორიით დაინტერესებული პიროვნებები უაღრესად მნიშვნელოვანი გახდათ. ეს ქართლის ცხოვრება, მაგრამ რაც შეეხება ორტომეულს, ეს არის დავით აღმაშენებლის, დემეტრე პირველის, თეიმურაზ მეორის, ვახტანგ მეექვსის ნაშრომები არის იქ და ძალიან საინტერესო. მათ შორის დავით აღმაშენებლის გალობანი სინამდვილისანი არის დამეჭდილი. ეს არის ძალიან მაღალი დონის ზოგად საკასობრიო სევდის გამოხატველი პოემა ლექსი. ეს არის დავით აღმაშენებლის წმერა გამოთავსებული მასში. ასევე არის ძალიან საინტერესო სხვა პოეტებისა, მათ შორის ვახტანგ მეექვსის და იგივე დემეტრე პირველისაც. ერთი სიტყვით, ეს იყო მეცნიერთა შეკრება, რომელმაც წარმოაჩინა ორი ფრიად მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რასაც მომავალი საქართველოს ისტორიის კვლევისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან საინტერესო წარდგენება იყო.
ქართველოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორი წიგნი გამოიცა. ქართველოლოგია მე ზოგადად გულისხმობ, როგორც ისტორიისთვის, ისტორიოგრაფიისთვის, ასევე ქართული ფილოლოგიისთვის. ერთი ეს არის ქართლის ცხოვრების მესამე ტომი, რომელიც თავის დროზე 60-იან წლებში უნდა გამოცემულიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის მიერ მისი გამოცემა და ეხლა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შეძლო მოახერხა მთელი მანამდე დაბეჭდილი მასალის კვლავ რედაქტირება, კორექტურა, საძიებლების დართვა, ლექსიკონის დართვა და ბოლოს გამოცემა და დიდი მადლობა გიორგი მთაწმიდელის სამეცნიერო ფონდს, რომელმაც დააფინანსა გამოცემა, ისევე როგორც ბატონმა ჯოანშერ ბურჭულაძემ და მეორე მეფე პოეტები. ეს არის ყველა მეფე პოეტის, ქართველი მეფეების პოეტების, ბაგრატიონების თხზულება ერთად შეკრებილი. ცალ-ცალკე გამოცემულა თეიმურაზის, არჩილიც, ვახტანგ მეექვსეც, დავითის გალობანის სინანულისაც, მაგრამ აი ყველაფერი ერთად პირველად გამოიცა და მე მგონი ძალიან დიდი საჩუქარია. ამიტომ ამბობ ზოგადად ქართველოლოგიისთვის, ანუ ყველა დარგის ჰუმანიტარისტვის საქართველოში. ქართველმა მკითხველმა საზოგადოებამ მიიღო ორი მნიშვნელოვანი შენაძენი. ერთი ეს გახლავთ ქართლის ცხოვრების მესამე ტომი, რომელიც 1965 წელს უნდა დაბეჭდილიყო და დაიბეჭდა 2025 წელს, ასე რომ ამას რამდენიმე ათეული წელი ქართველი მკითხველი ელოდა. მეორე ეს გახლავთ ქართველი მეფე პოეტების შემოქმედება, რომელიც ხელნაწერების სახით არის დაცული დღემდე და ბეჭდური სახით ასეთი კრებულის ფორმით მას პირველად მიიღებს ძველი ქართული პოეზიით დაინტერესებული მკითხველები. ქართლის ცხოვრებას როგორც კრებულს, რომელსაც ჩვენ დავარქვათ საქართველოს ისტორიას, დღევანდელი გაგებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველა ქართველისათვის. თუ ვინმეს უნდა რომ ჩაიხედოს ჩვენს წარსულში, იმან აუცილებლად უნდა ქართლის ცხოვრება ნახოს. ქართლის ცხოვრების ახალი გამოცემები ძველი არსებობდა, თქვათ გარკვეული, ეს იყო მარიბროსესი, ჩუბინაშვილისეული თუ სხვა, მაგრამ ეს უკვე მე-20 საუკუნეში სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით დაიწყო გამოცემა ქართლის ცხოვრების ტომეულებმა. რა შედის ქართლის ცხოვრებაში? ეს არის ძველი ისტორიკოსების მე-11 საუკუნიდან დაწყებული, აი მე-19 საუკუნემდე ძველი ისტორიკოსების თხზულებები. ეს არის ფაქტურად კრებულები. ეს გამოიცა ჯერჯერობით 4 ტომი. პირველი მეორე ტომი იყო გამოცემული, მესამე სტამბიდან მოიპარეს და კაი ხანი უნდა გამოცემულიყო 1965 წელს, მაგრამ აი მის გამო რომ ის ნაწილი ფარსან გორგოჯანიძის ნაწილი ამოიღეს და წაიღეს, ამიტომ მისი გამოცემა გადაიდო აგერ 2026 წლამდე. გამოვიდა 2026, ესე იგი 60 წელიწადი ეს იყო გამოუცემელი. დღეს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა ორი მნიშვნელოვანი წიგნის პრეზენტაცია. ერთი გახლავთ ქართლის ცხოვრების მესამე ტომი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდა დღის სინათლეს და მეორე, რომელიც არის ორგანიზაციის კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის პროექტით გამოცემული წიგნი, ეს არის მეფე პოეტები. მასში შესული არის ქართველი მეფეების, დავით აღმაშენებლის, დემეტრე პირველის, თეიმურაზ პირველის, თეიმურაზ მეორის, ვახტანგ მეექვსის, თამარ მეფის, არჩილ მეორის პოეტური შემოქმედება. ეს არის ორტომეული, ორ წიგნად, რომელსაც ახლავს ფოტომასალები ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებისა და ასევე ორი გამოკვლევა, ეს არის მეფე პოეტების ეპოქების მიმოხილვა და მათი პოეტური შემოქმედების შესახებ მცირე ნარკვევი. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოცემა იქნება ნებისმიერი პოეტური ნაწარმოებებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, სტუდენტებისთვის და უბრალოდ ქართული მემკვიდრეობის გულშემატკივარი ადამიანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემები მიიღო ქართულმა საზოგადოებამ. მე საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საისტორიო წერლობისთვის ძალიან გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყო ქართლის ცხოვრების სრული გამოცემა. ჩვენ სამწუხაროდ დღემდე იყო გამოცემული პირველი და მეორე ტომი და ასევე მე-4 ტომი. ჩვენი ცნობილი მეცნიერის სიმონ ყაუხჩიშვილის თაოსნობით და სამწუხაროდ მესამე ტომი არ იყო გამოცემული. მას ამ ტომს თავისი ისტორია აქვს, თავისი თავგადასავალი აქვს, თუ რატომ მოხდა ეს და აი ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა
გააკეთა ყველაფერი, რომ მესამე ტომი ის გამოცემა, რომელიც ჩაფიქრებული ქონდა სიმონ ყაუხჩიშვილს, მზის სინათლე ენახა და მე მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო აი ამ გამოცემაში. ასევე მეორე გამოცემა, ეს არის მეფე პოეტები, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაა და ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ერთად შეკვულ ქართველ მეფეების, ასე ვთქვათ, პოეტურ შემოქმედებას იხილავენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო ცენტრი 2021 წელს დაარსდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ძალისხმევითა და მხარდაჭერით. ცენტრი წარმოადგენს სამეცნიერო პლატფორმას, რომლის საქმიანობა მიმართულია სამეცნიერო კვლევითი და მთარგმნელობითი პროექტების განხორციელებისკენ. ცენტრი ემსახურება საქართველოს ინტერესებს, მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ სამეცნიერო მისიის მხარდაჭერასა და თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოების განვითარებას. კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ ორბელიანების სახელობის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვის, ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავნის კედლებსა და მის ზედა ნაწილებს, დასრულდა კოშკების გადახურვა და საიზოლაციო სამუშაოები. ამჟამად სასახლის პირველ სართულზე მიმდინარეობს კარების მონტაჟის, მეორე სართულზე იატაკის მოწყობის სამუშაოები. სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია წელს დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კულტურის მინისტრი თინა თინრუხაძე. მარიამ და ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანების სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ობიექტზე კონკრეტულად არის მუზეუმი განთავსებული. ამ მუზეუმის თანამშრომლები წლებია უკვე ემსახურებიან დიდ საქმეს, რომ გადაარჩინონ ამ რეგიონის მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ წელს ორბელიანების სასახლის რეაბილიტაციას უკვე ჩავაბარებთ მუზეუმის თანამშრომლებს, გაიხსნება ათეულობით და ასეულობით ტურისტი და ადგილობრივი ჩვენი ქვეყნის მოტრფიალი ადამიანიც მოვა და ნახავს როგორ ვუვლით ამ მემკვიდრეობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ სამინისტროს ხელშეწყობით დაიწყო 2025 წელს. მიმდინარე ეტაპზე უკვე შესრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ანუ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის 80%, დარჩენილია ეზოს მოპირკეთება და ის სამუშაოები, რაც არის გათვალისწინებული სასახლის სრული რეაბილიტაციის დასასრულებლად. ობიექტის დასრულების შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად გაიზრდება ტურისტების ნაკადი, როგორც ადგილობრივი ტურისტი, ასევე უცხო ქვეყნის ტურისტები. მე მადლობა მინდა უთხრა და გადაუხადო ყველამ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ობიექტის რეაბილიტაციაში და ხელი შეუწყო და მოხარული ვარ, რომ ეს ობიექტი დაახლოებით უახლოეს პერიოდში იქნება დასრულებული. 5 წუთზე მეტი ხნით ფიზიკური აქტივობაც კი ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ამ დასკვნამდე სპეციალისტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის შემდეგ მივიდნენ. მეცნიერებმა გაანალიზეს 10,000-ობით ადამიანის მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. სპეციალისტების მიზანი იყო დაედგინათ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ცვლილებებს. მაგალითად, ფიზიკური აქტივობის რამდენიმე წუთით გაზრდას და ჯდომის დროის შემცირებას. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც არ გამოირჩევიან ფიზიკური აქტივობით, დღეში 5 წუთზე მეტი ხნით ზომიერიან ინტენსიური მოძრაობა ამცირებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რისკს და აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას. გარდა ამისა, დადებითი ეფექტი აქვს ყოველდღიურად ჯდომის დროის მინიმუმ 20 წუთით შემცირებას. სპეციალისტთა განცხადებით, ფიზიკურ აქტივობაში არ იგულისხმება რაიმე სახის რთული ვარჯიში. მათი თქმით, სწრაფი ნაბიჯით, სიარული კიბეებით, სარგებლობა ან დღის განმავლობაში უფრო ხშირად წამოდგომა წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ. სპეციალისტთა განმარტებით, მცირე, მაგრამ რეგულარული მოძრაობაც კი რეალურ სარგებელს იძლევა.